საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება დღეს მედიის წარმომადგენლებთან შეეჯამა. ქართველმა სპორტსმენებმა კონტინენტის პირველობაზე საუკეთესო გუნდის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვეს. გუნდური პირველი ადგილის გარდა ჩვენმა ნაკრებმა ინდივიდუალურად 2 ოქროსა და 2 ვერცხლის medali მოიგო. ფედერაციის ხელმძღვანელობამ და სპორტსმენებმა ასევე მოახლოებულ მსოფლიო თასზე ისაუბრეს. ჯერჯერობით უცნობია თუ სად მოემზადება საქართველოს ძიუდოს ნაკრები ჩელიაბინსკში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატისთვის. სპორტსმენთა განცხადებით ძიუდოს აკადემიაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, სავარჯიშო პირობები კი არადამაკმაყოფილებელია. Ფაქტობრივად მოგვიწია 2 ფინალისტი დაობა გადასასვლელი მოუგეთ ფრანგებს, რომელიც მათ დაგვიყენა ოპტიმალური შემადგენლობა. იქ იყო აგრეთვე მსაჯების ფაქტორიც, მაგრამ ჩვენებიჭებმა ძალიან კარგად იჭიდავეს და გავედით ფინალში, სადაც ფინალში დავხვდით რუსეთის ნაკრები, რუსეთს მოუგეთ 4-1. შეგვიძლია ესეთი თანამედროვე ტიპის დარბაზი, სადაც შევძლებთ თუნდაც ერთობლივი შეკრების ჩატარებას, რაზეც დიდი მოთხოვნა მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი, ასე ვთქვათ, ძიუდოს ქვეყნების მხრიდან. ზოგადად ეს პრობლემა ადგას დღეს, არ არის 1 წლის, 2 წლის, ეს არის დიდი ხნის პრობლემა. დღემდე ვერ განხორციელდა ეს, რომ ერთი დარბაზი მაინც გადმოგვეცეს ძიუდოს ფედერაციას საკუთრებაში. დღესდღეობით სამწუხაროდ ვიმყოფებით გაუგებრობაში, რასაც ქვია დარბაზის უქონლობა. ეს რა თქმა უნდა სამწუხაროა, როდესაც გასახელებენ საუკეთესო გუნდად, ყავს საუკეთესო მწვრთნელი, ყავს არაერთი ევროპის ჩემპიონი და დარბაზია, გვაქვს ეს რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა.